მარტო იმიტომ გაუმარჯოს დიდ რუსეთს თუნდაც, რომ ისი არსით ჩვენი მსგავსი ერთმორწმუნეა. თუ გადავხედავთ ისტორიას, გვიცავდა მუდამ და ქრისტეს რწმენად შეგვინახა მათმა ბუნებამ, ამდენ მუსლიმს რომ გამოგვიჯა ლამის ხელიდან. რუსეთი იყო ჩვენი ფარი, დედა, დამცველი და უფრო მეტიც, სწორედ მათი მადლობელი ვარ, რომ არც სპარსი ვარ, ან და თურქი და ვარ ქართველი. მოდი გავცუროთ ისტორიის შავთეთ მორევთან, ვახტანგ მე-6 დაგვიფარა, როცა იკორთამ და ის თუ გახსოვთ ეგ ევროპა როგორ მოგვექცა სულხან საბარომ დაამცირეს ლუდოვიკოსთან, ანაც ტრაქტატი გავიხსენოთ გეორგიევსკის, როცა ირანი საქართველოს აღარ იმდობდა, გადაგვარჩინეს როგორც ძმანი დარად კიევის და მერე მთელი საქართველოს იქნა მშვიდობა. რა, ომი გინდათ? იერსახე დავკარგოთ ძველი. პეტრე პეტრეა მოინდომოს თუნდაც პავლობა. ევროპა არის გარყვნილების მატარებელი, რომელსაც უაქვს სიბილწე და მამათ მალობა. დაიცა ძმაო, აგერია რაღაც თავიდან. არ მსურს ტყუილის გაჩენილი გერი ვიშვილო, ახლა მოვყვები მატიანეს დასაბამიდან და დღესაც ხდება, მოდი ეგეც მიმოვიხილოთ. რით გადაურჩით მტერთა თარეს ამდენ ბალაგანს, ეს ჩვენი გენის ნაწილია და წესისა, ერთი ქართველი უსაშველო დიდი ძალაა, ორი ერთად კი იმედია გადარჩენისა, სწორედ ამიტომ დააშორეს ხვიჩა და გოჩა, სწორედ ამიტომ ყოფდნენ ხოლმე შუაზე მტრები, ან საერთოდაც არსებობდა რუსეთი, როცა ქრისტეს შობამდე ოქროს საწმის ვიცავდით მხრებით აქ ულაშქრია პომპეუს და რომაელთა ჯარს, წარმოვადგენდით საკვირველს და ცოტა უცნაურს, ჩვენ ვართ ის ერი, ვინც გაუძლო არა ბოსმას პარს და ვერ გაგვტეხთო შეასმინა თვითონ მურვანყრუს. მყარად ინახავს ისტორია ჩვენს თავგანწირვებს, განაყოლოთვის გვილხინდა და ვკრებდით იელებს გვიჭირდა, მაგრამ ქართლის მეფე გიორგი პირველს აზრად არ ჰქონდა და ჰყოლოდა ბიზანტიელებს. ვახტანგ მე-6 სულხან-საბაჰო რთული დროა და ლუდოვიკოც მახსენდება უფრო კატებთან, მაგრამ რუსეთი შუამავლად სად ყავდა, როცა დადიანები მეგობრობდნენ მიურატებთან. გეორგიევსკის ტრაქტატით კი ვიტყუეთ თავი. თითქოს ირანის ინტერესი ამით უქმდება, მაგრამ რუსეთმა დაარღვია მალევე ზავი და მრავალი წლით ჩამოგვართვეს თავისუფლება. ამის მერე კი პერიოდი არც თუ ამაყი. იუნკერების ამოხოცვა მძიმე დროება, როცა სამშობლო გამოგლიჯეს მარო მაყაშვილს, ხას კი წაართვეს წილხვედრილი სარწმუნოება. მერე საბჭოთა პერიოდი უხთოთა მარში, უსამართლობა დაშინება შავი წერტილი და ახლა ხშირად რომ სეირნობთ იმ ვაკის პარკში, იცით რამდენი ქართველია იქ დახვრეტილი. კარგი ვთქვათ, მოდი შევურიგდეთ, ვიცვალოთ მხარი. გუში ნაწყენი დავივიწყოთ, ვთქვათ წუხელისვე, მაგრამ თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი მაშ, რისთვის მოკვდა ჩვენი გმირი ანწუხელიძე. რამდენი სისხლი გავიარეთ პატარა ერმა, შინდისი გახსოვთ, სინდისის და აგვისტოს ომი. ტელეფონზე რომ ვერ მოუსწრო ონიანს ხვდელმა და ლოცვის მერე ყუმბარაზე აფეთქდნენ ორმი. ახლა დანარჩენს არ სჭირდება უკვე სკოლიო, რადგან ყველაზე მთავარს ვიწყებ, ყური დამიგდე.